სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ეხლა ღვთისმებითა და განგებითა მივახციეთ წმინდა დიდმარხვის წინკარს. ეს არის ამ მარხვის მოსამზადებელ კვირიაკეთა უკანასკნელი კვირიაკე. რა დღესაც წმინდა ეკლესიამ დაგვიწესა ხსენება ჩვენი პირველშობილის ადამის სამოთხიდან განდევნისა. ასევე შედგომად ლიტურგიისა თქვენ იცით, რომ წუხლის ლოცვაზე აღესრულება განსაკუთრებული წესი, ეგრეთ წოდებული შენდობისა და ურთიერთშენდობისა. მასშტაბამე ერთის მხრივ დედაი ჩვენი ეკლესია ვაგონებს, რომ სამოთხის დაკარგვის ნამდვილი მიზეზი იყო მარხვის გატეხვა, ხოლო მარხვა და სინანული, მათ შორის ურთიერთშენდობა სინანულის გამოხატულება დაგვაბრუნებს დაკარგულ სამშობლოში, ანუ სამოთხეში. მოდით მივყვეთ საღვთო ისტორიას, თუ როგორ შეიქმნა ადამიანი. ჩვენი პირველშობილი, რომლის მოდგმაც ჩვენა ვართ. გაგრძელდება ეს მოდგმა ვიდრე ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე, ძალითა და დიდებითა მამისაითა. არის რა უფალი ღმერთი, თვითკმარი, წყარო ყოველგვარი სიხარულისა და ნეტარებისა, უკვდავებისა და ყოველგვარი სიკეთისა, სახიერებისა, მოკლედ რომ ვთქვათ, კეთილინება, რომ შეექმნა რაიმე ქმნილება, რომელსაც ის გაუზიარებდა თავის ნეტარებასა და სიხარულს. ეს ქმნილება აღმოჩნდა ანგელოზი და ადამიანი. ვიდრე ჩვენს პირველშობილს ექნებოდა სამოთხეში გამოსდა, ეს გამოსდა გაიარეს ზეციურმა ძალებმა, სინათლის ანგელოზებმა. და თქვენ იცით, რომ მათგან 1/13 წუნებული ეშმას მიერ დაეცნენ თავისი ანგელოზური სიმაღლიდან და წყდიადის ეშმაკებად გარდაისახდნენ. ვიდრე ადამიანის დაცემასა და ცნუნებაზე ვისაუბრებდეთ, მოვიგონოთ, როგორ შექმნა უფალმა ღმერთმა და სად დაადგინა იგი და რა მიანიჭა მას. თუ კი ანგელოზები მეორე ნათლად იწოდებიან, ადამიანი ღმერთმა შექმნა ხატად თვისად და თავი თვისით უნდა წილიყო, ღმერთს დამსგავსებოდა და საამისოდ მას ღმერთმა მოანიჭა სულიწმინდის ნიჭები, მადლი, რომელიც მოგვეცა ცოდვილებს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მხსნელი ვნებები. მას ასე არარაობისაგან დააპატნა ღმერთმა და ამ სიტყვებით იწყება წმინდა წერილი ცანი და ქვეყანა. როდესაც ვამბობთ, რომ ცანი დაბადა, მოიაზრებიან ციური პირველი ციური ბინადარნიც, ესე იგი ზეციური ანგელოზები. მოიაზრება, რომ შექმნა მან ასევე ანგელოზები და დაადგინა სასუფეველში. სასუფეველში დაადგინა ანგელოზები, ედენბაღის სამოთხეში ადამიანი. დააკლო რაითამე დიდებასა, კითხულობს დავის წინასწარმეტყველი მოგვიანებით ერთ-ერთ ფსალმოში. არაფრით არ დააკლო ღვთიურ დიდებას, როგორც ანგელოზნი, ესრეთ კაცნი. თუმცა მისა რა ყველა სიკეთესთან ერთად თავისუფალი ნებაც, მას უნდა გამოეცადა თავისუფალი ნებაც. დაუმსახურებლად, როგორც ერთთა, ისე მეორეთა მიიღეს ყოველგვარი სიკეთე უფლის სახიერებით, მაგრამ ასე ვთქვათ, თითქოს უნდა დაემსახურებინათ კიდეც. და მას შემდეგ, რაც ადამი დაეცა, მის თავისუფალ ნებაზეც არის დამოკიდებული უკვე ადამიანისა, ესე იგი ცხონდება თუ წარწყდება. თავისთავად ღვთისმადლი, რომელიც მოგვენიჭა, მაცხოვნებელია, მაგრამ შეიძლება ადამიანმა ის მიიღოს და შეიძლება უარყოს. ამიტომაც ამბობს თითქოს და საბრალობელი ხმით ხორჩი მოსული უფალი ერთ-ერთ ქადაგებაში, მე ვრეკ ყოველი ადამიანის გულის კარზე, ეგების ვინმე მისმინოს. ესე იგი ძალით კი არ შედის ქრისტე და არ შეაქვს სიკეთე, არამედ ელოდება ადამიანის გამოძახილს. მის ნებელობას უჭრեց, უმზერს, რაც გადაწყვეტს ადამიანი. თუმცა უსაზღრო სიყვარულის გამო ადამიანის მიმართ მან ადამიანს ასწავლა ისიც, თუ ჯეროვანი არ იქნება მისი არჩევანი, საწარიგზავნება
ჯერ მეორედ მოსვლამდე, ხოლო მერმე საუკუნო თუკუნისამდე თუკი გამართლებას ვერც მეორედ მოსვლის შანსს სამჟავროს მიიღებს შემდგომად კერძო სამჟავროს. ჩვენ ამას წინათ გასულ კვირას სწორედ საშინელი სამჟავროს ხსენება იყო, ვისაუბრეთ, რომ ორი სამჟავრო უნდა გაიაროს ყოველმა ადამიანმა, ერთი პირადი, კერძო, მეორე საყოველთაო. რა კი გამოწვლილივით ვისაუბრეთ შესახებ ამისა, ამჯერად თავს აღარ შეგაწეთ. მოკლედ, სამი შექმნა ანგელოზნი დაავადა მაშინა, მაგრამ ქვეყანა ჯერ იყო განმზადებელი და ღმერთმა ინება და მოაწესრიგა ქვეყნიერება და შესაქმის 6 დღეში ჩამოთვლილია რა მოიმოქმედა უფალმა ნათელი როგორ შექმნა ცანი ესე იგი პირველი ბინადარნი სულდგმულნი ასე თქვა დედამიწაზე ზღვის ბინადარნი რომლებიც აფუთფუდნენ ზღვებში და ოკეანეებში, როგორც წმინდა წერილში არის ნათქვამი. მერმე ესე იგი პირველ ცხოველები და უკანასკნელ შექმნა ადამიანი. რატომ? იბადება ბუნებრივად კითხვა. რატომ არ შექმნა ისინი პირველები? ყველა ამ ქნილებაზე ცოცხალ არსებებზე, რომელთაც სამშვენელი აქვს და დედამიწაზე შემდგომად ანგელოზს და მხოლოდ ადამიანს აქვს უკვდავისული, გარდა სამშვენელი, სამნაწილიანია ადამიანი. ესე იგი სამშვენელი ხორცნი და უკვდავის სული. როგორც ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსი პროკლე დიადოხოსი ამბობდა, ის რაც ბოლოა ქმნილებაში, პირველია განგებაში. ესე იგი ადამიანისთვის იქმნებოდა, ადამიანისთვის შექმნა და მოაწესრიგა ყოველივე და უკანასკნელ თავად ადამიანის შექმნა და უბრძანა მერმემაც, როცა ეთენბაღი 64 შეიყვანა, რომ სახელები დაერქმია ყველაფრისათვის, უძრავისა და იძვრისისათვის. რითაც გამოხატა, რომ მათი მეუფე ყველა ამ ქმნილებისა, არა მარტო სულიერისა მიაცეთ ყურადღება, უსულო ქმნილებისაც არის ადამიანი. ხოლო პირველ ადამიანს სახელი თავად უფალმა საბაოთმა უწოდა, რითაც გამოხატა, რომ ადამიანის უფალი უშუალოდ არის უფალი საბაოთი. აი მაგალითად ჯერ კიდევ ძველ შუმერებში მრავალი საუკუნით ადრე ჩვენ წელთაღრიცა ქრისტეს მოვლინებამდე, როდესაც ენაში დაიკარგებოდა რომელიმე საგნის აღნიშნული სახელი, ის საგანი აღარ არსებობდა შუმერისთვის. ეს გამოძახილია იმ სწავლებისა, რაც ბიბლიაში იყო. ბიბლიაში არის ჩაწერილი და რა თქმა უნდა გარდამოცემით ასევე ბევრი რამ ხსოვნა, ასე ვთქვათ, 64-დან გამოიტანეს ადამ და ევამ და ასე შემდეგ. საერთოდ ასეთი თეორიაც გაჩნდა ფილოსოფიაში, მაგალითად სოკრატთან იყო და პლატონთან მოგონებათა თეორია, რომ ადამიანი არის იმანენტურად ცოდნით აღბეჭდილი შინაგანად, მაგრამ დანარჩენი ცხოვრების წლები სჭირდება განათლება და სხვა, რომ შინაგანი რაც აქვს მას ეს თვითმოცემული ცოდნა გამოამჟღავნოს, გამოავლინოს. ამას სხვანაირად სოკრატე უწოდებდა საბებია ქალო ხელოვნებას, როგორც ბებია ქალი ეხმარება მშობიარე დედაკაცს ნაყოფის შობაში ყრმისა, ასევე ფილოსოფია, სიბრძნის მეტყველება ეხმარებაო, ამბობდა სოკრატე, შვალს ადამიანმა ჭეშმარიტება, რაღაც გარედან კი არ მოიღოს, არამედ ის შვალს განახორციელოს, ხორცი შეასხას იმას, რაც მასში არის ჩადებული ღვთისაგან. რაღაცნაირად ამას გავს ჰეგელიც სწავლებას, ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსიც. რაღაც გავსამოს, აი მაგალითად იესოს ცხოვრება დაგვიწერა და ასე იწყება ეს ცხოვრება იესოსი. ის მესამე განუსაზღვრელ პირშია ნათქვამი ქრისტე მაცხოვარზე მოვიდა, რათა ადამიანში ჩადებული ნაპერწკალი ცეცხლად ექცია. პრაქტიკულად იგივე მოსაზრებას იზიარებს, რომ ადამიანში ეს ნაპერწკალი ჩადებულია, რადგან ხატათვისაც არის შექმნილი და ცხოვრების წლები და ყველაფერი რაც ხდება მის თავს ემსახურება ერთმანეთს. შვალს ჭეშმარიტება. და ღმერთიც როცა მოვიდა რაღაცა გარედან კი არ მოიღო სწავლება და შესთავაზა ადამიანს ქრისტე მაცხოვარმა, არამედ მასში გამოაღვიძა ის, რაც ჯერ კიდევ 64-ში იყო ჩადებული. მოდით მივაყურადოთ საყვარელო, მაგალითად ნეტარი ავგუსტინესა და ივანე დამასკელის სწავლებას, რას ნიშნავდა ის, რაც 64-ზეა ნათქვამი. კერძოდ, მოდით ჯერ მანამდე ნახოთ, როგორ შეიყვანა ადამი 64-ში უფალმა ღმერთმა. ესე იგი, სხეული მისი მოზილად თიხისაგან მიწისა. როგორ კომენტატორები გვიწერენ, მოწითალო თიხისაგან შექმნა პირველი ადამიანის სხეული, მოზილა, შთაბერად სიცოცხლის სული.
და განაცხოველა იგი. და ქვეყნიერება შექმნილი იყო, მოწესრიგებული, მასზე დაიყო ედენ ბაღი, აუწერელი სილამაზის, მაგრამ ედენ ბაღში კი არ შეიყვანა, რომელიც თუნდაც ასეთი შვენიერი იყო, არამედ ედენ ბაღში საგანგებოდ დაადგინა სამოთხე და აკურთხა და აღმოაცენა ხელმცენარელი. ხელახლა საგანგებოდ შეიქმნა ცალკე ფრინველ ცხოველები და ისინიც დაადგინა სამოთხეში. თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, გზადაგზა წმინდა მამათა გამოთარგმანებით მოგახსენებთ. სამოთხის შუაგულში საბოლოოდ აღმოაცენა ორი ხე, ხე ცნობადისა და ხე ცხოვრებისა. თავისთავად ფაქტი, რომ სამოთხის შუაგულში აღმოაცენა ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხემცენარეები სამოთხეში ეს იყო, მაგრამ აქ საყვარელო მცენარეებზე კი არ არის ლაპარაკი და გეოგრაფიაზე, აქ ლაპარაკია სულიერ ჭეშმარიტებებზე. კერძოდ გრიგოლ ღვთისმეტყველის და წმინდა ღვთისმეტყველ მამათა სწავლებით, ხე ცნობადისა შეესატყვისებოდა და წინასწარმეტყველება იყო ჯვარი პატიოსანზე. მას მოასწავებდა და ესე იგი ჯვარი არ არსებობს გაყენებულად. ქრისტეს კონტექსტში უნდა გავიაზროთ. ანუ ხეცნობადით უნდა მოვიაზროთ ესევე თავად ქრისტესია წინასწარმეტყველება მის მოსვლაზე, ყოველივე იმაზე რაც აღასრულა, ჯვარცმაზე განართხარა ხელები და ქვეყნიერების ოთხი კუთხიდან მოიზიდა ადამიანი, რაც ხმამაღლაც გამოთქვა ერთ-ერთ ქადაგებაში. მოვედით შენ და ყოველი ვაშრალი და ტვირთმძიმენი. ის მოვიდა, რაც ჩვენი ტვირთი იტვირთოს, რათა აღვისუფლოს ტვირთი, აღვისუფლოს ჯვარი. მან ყოველივე იწვნია ჩვენისა ცხოვრებისათვის. ეხლა ადამიანზე რა დამოკიდებული? ინებებს თუ არა მიიღოს მაცხოვარი. საუკუნეთა განმავლობაში მილიონობით ადამიანი და ასეული მილიონობით მოიქცა ქრისტეს სარწმუნოებაზე, მაგრამ დგება რა უკვე აპოსტაცია, ღვთისაგან დიდი განდგომის პერიოდი. ჩვენ უკვე ვხედავთ რა მდგომარეობა კაცობრიობაში, ზნეობრივად, სარწმუნოებრივად და ასე შემდეგ. რაც საბოლოოდ მოიწვევს სრულ გაუწყობებას, შემოქმედ ღმერთთან, მასთან დაშორებას, არანაირი ცოდნა აღარ ექნებათ ღმერთზე. და როდესაც მათ ღვთიური ცოდნის და ჭეშმარიტების მიღება აღარ შეიძლება, სწორედ მაშინ მოვა უფალი, იმიტომ რომ აზრი აღარ ექნება ქვეყნიერების, აკი ვთქვით შესავალში, ქვეყნიერება ყველა თავისი სამკაულით შეიქმნა ადამიანისთვის, მისი ტკბობისთვის. და თუ ადამიანი ვეღარ მიიღებს ჭეშმარიტებას, რაღა აზრი აქვს არსებობდეს მილიარდობით გალაქტიკები, სისტემაში ჩვენი პლანეტა, დედამიწა, ყოველივე ის, რაც მოგცა ღმერთმა. გაგიკვირდება, რამდენად დიდ პატივს მიაგებს ადამიანს, რომ ადამიანის სულიერ სარწმუნოების ნეობრივ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, იარსებებენ თუ არა მილიარდობით გალაქტიკები და ყოველი ქმნილება, ხილული და უხილავი. როგორღაც მინიშნებით პავლე მოციქულსაც აქ ნათქვამი ერთ თავის ეპისტოლეში, ესე იგი ქმნილება ელოდება ადამიანის ხრწნილებისაგან გამოხსნას. რაკი მისი თავი იყო ყველა ქმნილებისა, ის დაეცა, გაირყნა, შეირყნა ესე იგი ყოველივე დანარჩენის, იძვრისის და უძრავის. არანაირი სტიქიური უბედურებები არ ხდებოდა, როცა ღმერთმა ესე იგი შექმნა ცანი და ქვეყანა. არანაირი უბედურებები ადამიანურ ცხოვრებაში არ იყო პირიქით, ადამიანი ტკბებოდა ღმერთთან სიახლოვე. ეს იყო მისი წყაროსთვალი, მისი ნეტარების, მისი სიხარულის, მისი უკვდაების საიდუმლოება, როგორც იოანე დამასკელი გვასწავლის. ამაზე გზადაგზა უფრო გამოთვლილი ვისაუბროთ. მას შეიყვანა სამოთხეში, დაადგინა და უბრძანა სამოთხის მოვლა პატრონობა. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სხვა მამას, ღვთისმეტყველ მამათა განმარტებით, ამაში მოიაზრება არა ის, რომ ბარი თუ სახნისით დაემუშავებინა სამოთხე, რასაც ის არ საჭიროებდა, არამედ განეჭვრიტა ღვთაებრივი აზრები. ის ხელმცენარეები, რომელიც დაანერგა უფალმა საბაოთმა ედენბაღის სამოთხეში, განასახიერებენ ღვთაებრივ ჭეშმარიტებებს. ხოლო ის ორი ხე ცნობადის და ცხოვრების, ესე იგი ცნობადის ხე შეესატყვისებოდა ჯვარსა და ჯვარცმულს და ყოველივეს რაც მოიმოქმედა, ცხოვრების ხე უფროსურად შეესატყვისებოდა და ცნობადის ხე ეს იყო ღვთისმშობელ მარიამზე წინასწარმეტყველება. ამაზე უფრო გამოთვლით, როგორც შეგვიძლია წმინდა მამებთან ნახოთ. ყველა ხიდან უბრძანა ეხმია ნაყოფი, გარდა ამ ორი ხიდან და გააფრთხილა, თუ იხმევთ,
სიკვდილით მოკვდებით. ჯეროვანი წარმოდგენა სიკვდილზე არ ქონდა, იმიტომ რომ ადამ და ევა იყვნენ უკვდავები და წმინდანებად იყვნენ შექმნილები ისინი. ღვთიური დიდებით დაფარა სხეული, რომელიც თიხისაგან მიწისა მოზილა უფალმა ღმერთმა და დაუდგინა მეუფედ ყველა ქმნილებას. აი მაგალითად, როდესაც უფალმა ღმერთმა უბრძანა ადამს, რომ ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველებს, პირუტყვს, მთელ დედამიწას და ყველა ქვემძრომს, წმინდა მამათა განმარტებით ეს ნიშნავს იმას, რომ ესენი განასახიერებენ ადამიანთა ბნებებს და გულის სიტყვებს და რა კი უბრძანა რომ ეპატრონოს, ამით უბრძანა რომ არავნებები და გულის სიტყვები უნდა იმორჩილებდნენ და პატრონობდნენ ადამიანს, არამედ პირიქით ადამიანმა უნდა დაიოფოს ბნებები და ესე იგი დაასხროს გულისხმები და მართოს. აი ამისთვის მიანიჭა მას გონება და განშის უნარი, სინდისი და სინდისის კენჭნა და ის დიდება, რომლითაც დაფარა არა მარტო მისი სული, არამედ სხეული, ისე რომ სხეულიც ადამიანის ცოდვით დაცემამდე იყო უკვდავი. ამიტომ როცა სამჟავრო იქნება, სამჟავროს გაივლის არა მარტო ადამიანის უკვდავი სული, არამედ მისი სხეულიც. ქრისტეს დიდებით დაბრუნების შანსს მეხსაშინა მთავარანგელოს მიქაელის საყვირის ხმაზე ყველა აღსგება მკვდრეთით. აღსგება სულიერ სხეულში. ერთნი მიიღებენ საჟელს, თუ კი ვერ გამართლენ, არა მარტო სულისას, არამედ ხორცთა, რომელიც მათ შეიმოსეს აღდგომის შანსს. რადგან არა მარტო კიდევ ერთხელ ვამბობ, სულს მიანიჭა ნეტარება, უკვდავება და დიდება, არამედ ადამიანის ხორცთა, ანუ მის სხეულსაც. ისეთი დიდი ღვთისმოშიშები იყვნენ ადამ და ევა, თქვენიც რომ მოგვიანებით, ახლა წარმოვიდგინეთ, გასაოცარი რამეა. ღმერთმა ხო ასეთი დიდები დააჯილდოვა სულითაც და ხორცითაც ადამი. მაგრამ ნახეთ, ყველა წმინდა სამება განბჭოდა ამბობს. არაკეთილას ყოფა კაცისა მარტო, უქმნათ მასზე მსგავსებისაებ. ესე იგი გამიკვირდა თავდაპირველად რომ წავიკითხე ბიბლიის ეს ადგილი, თუ 60-ში ყველაფერი ქონდა, რატომ არ იყო კეთილი მისი ყოფნა მარტო? ეს ადამიანური მოსაზრებებია, ჩვენი შეზღუდული გონების. უფალმა კი განბჭო თავისი განგებულებითა და სიბრძნით და ჩათვალა საჭიროდ მისთვის ძე მსგავსებისებრ მიანიჭებინა, რომელიც აღმოჩნდა ევა. ევას სახელი უწოდა ადამა, როგორც კი ესე იგი დააძინა ადამი, გამოუყო ნეკნი და მისი ნეკნიდან შექმნა ადამიანი მეორე, ევა. მიაქციეთ ყურადღება, რომ სხვაგვარად შეიქმნა რამდენადმე ადამი და სხვაფრად შეიქმნა ევა. როგორც კი თავდავიწყებიდან გამოვიდა ადამი, მან არ იცოდა რა მოხდა მის თავს, მაგრამ ადამი დაჯილდოებული იყო წინასწარმეტყველების ნიჭით, როგორც წმინდანი. ეს ნიჭი მაგალითად სეიცსაც ჰქონდა პირველ ადამიანებში, აბელსაც და არა მარტო წინასწარმეტყველების ნიჭი. მან არ იცის რა მოხდა მის თავს, ის დააძინა უფალმა საბაოთმა. როცა გონს მოეგო, დაინახა მსგავსება თავისი დედაკაცი. და რა უწოდა მას? ევა, რაც ქართულად არამეული და რომ თარგმნობ, ნიშნავს ცხოვრებას. წინასწარმეტყველა, რომ ეს მისი ცხოვრების თანამგზავრია და ერთ-ერთი არსებითი მის ცხოვრებაში. მეორე მხრივ, უწოდა რა მან ადამმა ევას სახელი, ამით ის დაიმორჩილა. აჩვენა რომ ევა უნდა მორჩილებდეს ადამიანს. ამიტომაც ამბობს მოგვიანებით საუკუნეთა აქეთ პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში დედაკაცებს მიმართავს რა. დაემორჩილენი ძოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა, ვითარცა ეკლესია დამორჩილებულას ქრისტესა. როგორც ეკლესია ემორჩილება, რომელიც მისტიური სხეულია ქრისტესი, თავს ეკლესიისა ქრისტეს, ასევე დედაკაცი დაემორჩილოს თავის ქმარს. მეორე მხრივ ადამიანს რა უბრძანა, რომ უყვარდეს სოლითვისი, ვითარცა თავითვისი. მისთვის სულიც კი დადოს, სიცოცხლეც კი შესწიროს. მაგრამ რატომღაც ამ უკანასკნელ საუკუნეებში ცალმხრივად ესმით მამაკაცებს. ესე იგი, ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, მაგრამ ქმარს არ უნდა უყვარდეს სოლი და ოჯახი. დღეს ხო საკოლთაო განწყობილება არის. და ასე შემდეგ. მაგრამ ეშმაკი, რისი ეშმაკია, მოიგონა ემანსიპაცია, ქალების გატოლება კაცთან. ყველაფერში ქრისტეს ბაწავს, ოღონდ უყუღმა, შინ არ სამახიჯებს.
ასეთი რამ, რასაც ეგრეთ წოდებული ეს ქალთან მოძრაობა პირდება და სხვა, უფალს არ უსწავლებია. ბუნებითი არის, რომ მამაკაც უყვარდეს ცოლი, ვითარცა თავითვისი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომელიც თავის ხელს ზრდინდა ფუფუნება. აი როგორც თავის თავს ზრდის და ეფუფუნება, ასევე ცოლსაც ქმარი. და წარმოიდგინეთ ერთი წამი, თუმცა ჩვენთვის ეს ყველა წარმოუდგენელია 21 საუკუნის ადამიანებისთვის, რომ ცოლს ქონდეს ქრისტეს მიერი მორჩილება ქმრისა და ქმარს ქრისტეს მიერი სიყვარულით უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი. ოჯახში ხო იდილია იქნება. და ეროვნული სახელმწიფო ეს არის შედგება ეროვნული უჯრედებისაგან, ოჯახებისაგან. და როცა უჯრედები დაავადება, ორგანიზმში იწყება მეტასტაზები. ამიტომ არის მეტასტაზები თითქმის ყველა სახელმწიფოში. და საბოლოოდ ეს მოიტანს ერთ-ერთი რა პირველი ასაც გააკეთებს ის უკვე იქ სატანა დედამიწაზე დაშლის და დაავადებს ოჯახებს. აი როგორც ქართული გამოთქმის ისეთი მდგომარეობა იქნება ოჯახებში და არის უკვე რამდენადმე ძაღლი პატრონს ვერ ასნობს. ვინ არის ოჯახის თავი, ვინ არის დედაკაცი და ვინ არის შვილი, რომელიც ხშირად უდიერად ექცევა თავის მშობლებს. ეხლა ამაზე ლაპარაკი ვფიქრობ ზედმეტი არის. მას ასე ადამ და ევა შეიყვანა სამოთხეში. ევაც ესევე შექმნა მსგავსებად ადამისა. და უბრძანა ორივეს, რომ ყველა ხვილი ეხმიათ, მოევლოთ ხემცენარეებისთვის, გარდა ამ ორი ხისა. აქედან და იმდენად დიდი შიში ჰქონდათ, იქ გავწყვიტეთ სიტყვა, რომ არათუ არ უგემნიათ ნაყოფი ცხოვრებისა და ცნობადის ხიდან, არც კი შეუხედავთ, არც კი შეხებიან, თუმცა ღმერთს არ შეხედვა. აუგრძალია მათთვის და არ შეხება, მაგრამ ეს გამოიყენა ბოროტმა სულით. ვიდრე ადამიანი გამოიცდებოდა, ადამ და ევა გამოსცა, როგორც უკვე ვთქვით, შესავალში ჰქონდათ ანგელოზებს, ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ანგელოზი, ლუციფერი, ჩავარდა ამ პარტალნებაში, განდგა ღვთისაგან, აწტუნა ზეციური ძალების ანგელოზთან მესამედი და ისინიც გარდასახა წყდიადის ანგელოზებად. ამის მერმედ ის მთავარ ანგელოზებმა მიქაელმა და გაბრიელმა აღადგინეს დარჩენილი ზეციური ძალები 2/3 და მოუწოდეს, რომ ჭეშმარიტებაში ყოფილიყვნენ და არ დაცემულიყვნენ ამ პარტალნებაში. მათი ხელით უფალმა ღმერთმა ზეციდან გარდამოსხია დაცემული ანგელოზები, სატანა და ის. სად კერძოდ დედამიწაზე. აი ადამიანი რატო იბადება დედამიწაზე? უსმინე ეშმაკს. მოდიხარ მის სამშობლოში, მის მორჩილებაში. და აქ ამდენ ტკივილებსა და სალმობაში უნდა შეიზღო უხილავი ღმერთი და მისი მცნებებით დაბრუნდე დაკარგულ სამოთხეში. არის სავსებით სამართლიანი. უფლისეს განშა და განაჩენი ცოდვით დაცემულ ადამიანებზე. მას ჰქონდა შურიც ადამის მიმართ, რადგან ღმერთმა დიდებით შეამგო. თავად კი ეს დიდება დაკარგა და დაეცა ზეციდან ერთ-ერთ galaktikაში, ზის galaktikაში. ამიტომ ის ცდილობს და ებრძვის ადამიანსაც, ზულს იგი. მან იცის, რომ ადამიანი უსაყვარლესი ქმნილება არის ღვთისა და სურს ავნოს და ტკივილებში ამყოფოს ადამიანი. და ამით ირიბად ბრძოლა გამოუცხადოს თავად ღმერთსაც. ამაშია მთელი მისი ამ პარტალნების უგუნურება. იცის, რომ არაფერს არ წარმოადგენს ღვთიური დიდების წინაშე. მაგრამ მაინც იბრძვის თუ პირდაპირ არა ირიბიგზებით შემოქმედი ღმერთის წინააღმდეგ. ნაცვლად იმისა, რომ სინანული ეჩვენებინა. თქვენ გახსოვთ ალბათ ორიოდე თვის წინ ერთ-ერთ ქადაგებაში ვახსენეთ პატერიკული მოთხრობიდან იოანეს საკვირველთმოქმედზე საჭურისე, რომელმაც სიყვარულის მოზღვევებისას ლოცვაში ღმერთს თქვა, შენ ხომ სიყვარული ხარ და აპატია, ისიც ხო შენი ქმნილება იყო. ვაპატიებ ერთი პირობით თუ შეინანებს და ის საღამოს ლოცვაზე მოუვლინა მას სატანის ანგელოზი. თავად სატანა. და ესე ახარა იოანემ, რომ ღმერთმა აგვეთქვა და ის არ ეცრუება თავის სიტყვას, თუ შენ სინანულს თუნდაც ერთხელ გამოავლენ და გამოთქვა, ღმერთი მზად არის ათეულ საუკუნეების განმავლობაში ჩადენილი ბოროტებანი გაპატიოს. კეთილი, ვილოცოთ. წვიდაო ღმერთო, წვიდაო ძლიერო, წვიდაო გდო, გოლათრთოლებულმა გამოთქვა აჩქარებით იოანეს საჭურისმა. ეშმაკი ყველაფერს იმეორებს. მან ძალიანაც კარგად იცის, რომ ღმერთი არსებობს, წვიდაც არის, ძლიერიც არის და უკვდავიც არის.
ამიტომ ამის აღიარება მისთვის არ არის ძნელი. მაგრამ როგორც კი იოანემ თქვა დასასრული ლოცვისა, შემიწყალე მე, გაქრა სატანა და მოისმა ხმა უფლისა. ხო მიხვდი ახლა იოანე, რატომ არ პატიო ბეშმაკს? უბრალოდ პატიებას არ ამთხოვს. ის არის უნანელი ბოროტის სული. რომელსაც ისეთ უგუნურებამდე მიიყვანა, რომ თავად ცისა და ქვეყნის შემოქმედის, გამოუთქმელი ძალისა და ხელმწიფების მქონე ღმერთს დაუპირისპირდა, როგორც უკვე ვთქვით, თუ პირდაპირ არა, დროდადრო ირიბად ადამიანის მიერ, განსაკუთრებით ადამიანის მიერ, რომ ადამიანი ყველა საყვარელი ქმნილება უფლისა. როგორ გაიგოს, რითი დასცემს ადამ და ევას, ანუ რითი ავნებს ადამიანს და ამ გზით მათ შემოქმედ საყვარელ ღმერთს, რომლისაგან დიდება მოიღეს. ამისთვის მან თავდაპირველად დაიმორჩილა გველი. გველზე ნათქვამია წმინდა წერილში, რომ უგონიერეს იყო ყოველთა ქმნილებათა შემდგომად ადამიანისა. ყველაზე ჭკვიანი იყო ყველა ქმნილებაში. ასეთი იერიც არ ქონდა, როგორც დღეს აქვს, მიწაზე რომ დადის და მიწას ლოშნის. ესე იგი, დაიმორჩილა თავდაპირველად გველი, რა გზით ეს არ არის აღწერილი წმინდა წერილში, შევიდა მასში, მას ადამ და ევა გველს მიიჩნევდნენ მეგობრად და ასე ვთქვათ, მეგობრულად დაუწყო ბაასი ევას. ესეც არ არის შემთხვევით, რომ ერთბაშად ადამს კი არ მიადგა, არამედ ევას, რომელიც ადამისგან შეიქმნა. და ესე იგი დაეკითხა, რა გითხრათ ღმერთმა? უფალმა გითხრა, გულობყვილად უთხრა, ევამ ყველა ხილი იხბირ გარდა მორი ხიდან. მაშა სადამე ეშმაკი უკვე მიხვდა, როგორ დასცემს ადამ და ევას. აგრძალულ ხილზე უნდა დაჰპატიშოს. მაგრამ ეს არ შეიმჩნია, ევა ვერც მიხვდა. მას ეგონა, რომ თავის მეგობარს გველს ესაუბრებოდა და უთხრა, ეს იმიტომ კი არ გითხრათ უფალმა, რომ მოკვდებითო სიკვდილით. არამედ ეს იმიტომ გითხრათ, რომ ღმერთებივით გახდებითო. არა და ხატად ღვთისა იყო შექმნილი ადამის და ევაც. ევამ ირწმუნა და პირველად დაეჭდა უფალ ღმერთში და მის ლოცვა-კურთხევაში, აგრძალე ხილთან მიმართებაში. და ამის შემდეგ ცდუნდა რა გველისგან მეგობრის მიერ პირველად შეხედა ამ ხეებს ცხოვრებისაც არაჩვეულებრივი სილამაზის იყვნენ. ამან გაუღრმავა ეჭვი, რომ ალბათ მართლაც იმიტომ აგვიგრძელა, რომ ასეთი მშვენიერია. ის ყველა დანარჩენო ხელმძღვანელებს ჭრედა და უვლიდა და რა თქმა უნდა ეს თავისთავად მშვენიერი იყვნენ. თუ გინახავთ წმინდათა გამოცდილებებს წაგიკითხავთ სამოთხეში, რომ არა, ეს უფრო სიმბოლურ ალეგორიულად აჩვენებს სამოთხეს. ადამიანის შეზღუდულ გონებას ამისი სისავსი და აღქმა, რასაც ქვია სამოთხე და სამოთხისეული მშვენიერება, არ შეუძლიათ, არ ძალუց. ყოველ შემთხვევაში, როგორც ისინი აღწერენ, გამოუთქმელი სილამაზია იქ, გამოუთქმელი სიხარულია, გამოუთქმელი სიყვარულია. ეს არის შეიძლება გადაწყვეტილების გარეშე თქვას სიყვარულის სასუფეველი, სიყვარულის სუფევა, სიყვარულის სამეფო. მას შეჭვი გაუღრმავდა და შეეხო კიდეც. მოწყვიტა ნაყოფი, იხმია უგემრიელი ესე აღმოჩნდა, ბევრად გემრიელი, ვიდრე ყველა დანარჩენი მცენარე, რომელიც გაუსინჯავს და უხმევიათ ადამ და ევას. კიდევ უფრო გაღრმავდა მასში ეჭვი. ამიტომ მან მოწყვიტა ეს ხები, მას უყვარდა ადამი მიწებებული იყო ასეთი კურთხევა ღვთისგან, დედაკაცი ცოლი ქმარს ეწებებოდეს. და დღეს ეშმაკი ყველაფერს აკეთებს და არა დღეს არ დაწყებულა, რა თქმა უნდა, რომ პირიქით გააუცხო სოლქმარი და შედეგით სახეზია. კიდევ ერთხელ ვიტყვით, ზაღლი პატრონს ვერ სნობს. ვინ არის ქალი, ვინ არის კაცი, პირდაპირ გაგებითაც ვამბობ უკვე. აგერ გილოცავთ, ევროპა ბოლოს და ბოლოს დაამტკიცა და სავალდებულო გახადა თავისი წევრი თუ მოკავშირე სახელმწიფოების, რომ ტრანსგენდერი მამაკაცი თურმე ქალი ყოფილა, ჩვენ ვწდებოდით. და ასე შემდეგ. ამ სოდომ გომორულ მოძრაობებს, ფემინისტურს და სხვა საბოლოოდ მიჰყავს ანტიქრისტესთან ადამიანი. თავად მოიყვანენ ანტიქრისტეს, რომელშიც იქნება ეშმაკი. ანუ ეშმაკს თავად გაამეფებენ დედამიწაზე და
ეს მხოლოდ ფორმალობა გაიქნება თქვენიანით რო თქვა საყვარელი, ვიდრე პრაქტიკულად მსოფლმხედველობით, წარმოდგენებით, გულის სიტყვებით, ცხოვრების წესით ისინი ასეთები იქნებიან უკვე მცირე კალიბრიანი ანტიქრისტეები მოკლედ რო ვსვა. ადამიანს ენდორა სულს, რომელიც მეგობრად მისცა ღმერთმა, იხმია და იმ დღიდან, იმ წამიდან სიკვდილი შემოვიდა ადამიანში. მოდით მოусმინოთ წმინდა მამას ნეტარ ავგუსტინეს, როგორ უშელობს სიკვდილზე, რამდენი სიკვდილია და თითოეული რას ნიშნავს და რა სიკვდილით მოკვდა ადამიანი. პირველი სიკვდილი შედგება ორისაგან. აი თავდაპირველად ინდივიდუალურად რო კვდება ასე ვთქვათ ადამიანი. ერთია სულის სიკვდილი, მეორე სხეულის. ისე რომ პირველი სიკვდილი ადამიანისა დგება მაშინ, როდესაც სული ღმერთს მოკლებული და სხეული განიცდიან დროებით საშელს. ხოლო მეორე სიკვდილი დგება მაშინ, როდესაც ღვთისგან განშორებული სული განიცდის საუკუნო საშელს სხეულთან ერთად, რომელსაც ის მიიღებს მეორე უფლის მეორე მოსვლისა და საყოველთაო განკითხვის შემდგომ. ესე იგი, რომელთაც ეტყვის წარვედ ჩემგან არ აგიცი შენ, წარვედი ჩემგან წყეულო, ცეცხლს ამას გეენისასა, ეს იქნება ასე ამ ადამიანებისთვის მეორე სიკვდილის და საბოლოო სიკვდილის გამოცხადება. მაშინ სადამე სიცოცხლის, ადამიანის ნეტარების, სიხარულის, უკვდავების წყარო ყოფილა ღმერთთან სიახლოვე და მისი მორჩილება. ამას ვეტყვის იოანე დამასკელით ცოტა ხნის შემდეგ ამოგიკითხავთ მის ასწავლებას. ერთ სიტყვით პირველი სიკვდილი, რომლითაც ყველა მოვკვდებით, უკანასკნელ თავად ენუქი და ელიაც კი, რომელიც აქამდე დაიმარხა ათეული საუკუნეებია ცოცხლად და თავისთვის ნაცნობ ადგილებში ყავს, ვიდრე მეორედ მოსვლამდის, როცა გამოჩნდება იერუსალიმში ანტიქრისტე, საგანგებოს ამისთვის ინახავს, ასე ვთქვათ, ამ ორ დიდ წინასწარმეტყველს. ბოლოს სცენის მოგდებიან სიკვდილი. რა არის სიკვდილი პირველი? სული, როდესაც ტოვებს სხეულს, რომელიც არის ტაძარი სული წმინდის. არ დაგავიწყოთ, მაგრამ ადამიანის სული კი არ არის მარტო მასში, ადამიანის სხეული შექმნილია და მისი დანიშნულება იყოს ტაძარი ღვთის სულისა, ანუ სული წმინდისა. როდესაც ადამიანის უკვდავის სული ღვთის ბრძანებით ანგელოზთა მიერ ტოვებს ადამიანის ტაძარს, სხეულს, ადამიანი კვდება სიკვდილით და ხსნას ექვემდებარება ადამიანის სხეული, რომელიც თიხისაგან მიწისა იყო მოზელილი, მაგრამ სული თავისთავად არის ასეთი შექმნა უმთავმა ღმერთმა უკვდავია, ამიტომ გარკვეულ გზას გადის, გარკვეულ ადგილებში დაივანებს, ხოლო მეორედ მოსვლის შემდეგ საბოლოო განჩინება იქნება ცოდვილებისთვის, რომლებიც ვერ გამართლებიან და ჯოჯოხეთიდან არ იქნებიან ამოყვანილები. მოდით აი ცნობადისა და ცხოვრების ხეზე წავიკითხოთ მამათა სწავლება, რას როგორ წარმოუდგენიათ, მაგრამ რა არის ეს? 60-ის შუაგულში დანერგული ხე ამბობს ნეტარი ავგუსტინე, მანამდე იწოდება ხეთცნობადისა, ანუ კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, ვიდრე მისით გაარჩევდა ადამიანი ღვთისგან მიცემულ ცნებას და გამოცდილების გზით გაიგებდა თუ რა განსხვავება სიკეთესა, რომელიც დაკარგა და ბოროტებას შორის, რომელიც მოიპოვა. ესე იგი, ყველა ხე რომ და ხისის მოევლოთ ნაყოფი მიიღოთ ნებისმიერი ხიდან, ეს ნიშნავს, რომ მათ ყველა დანარჩენი ღვთაებრივი აზრები ადამ და ევას უნდა განეჭვრიტათ და ეს ჭვრეტა მათ ნეტარებას მატებდა, ნეტარებაზე, ხოლო ცნობადის ცხოვრების ხე იყო უმაღლესი ღვთაებრივი აზრები, რომელსაც ჯერ არ უნდა შეხებოდნენ, მაგრამ რა გაიგო გველის მიერ ეშმაკმა აწტუნა და სიკვდილი მოყვარა ადამიანს. თუ არა აკრძალული ხილი, ანუ მარხვა ღვთისაგან მოცემული, ადამიანის სიკვდილით არ მოკვდებოდა. მარხვა არის პირველი მცნება, რომელიც გულის ფიცარზე დააწერა უფალმა ღმერთმა. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მცნება არის. ამ მარხვით აუგრძალა ამ ღვთაებრივი უმაღლესი აზრების განჭვრეტა. საბოლოოდ სტუნდა და მოიმკეს სიკვდილი. ამ ცოდნას ვერ შეეძენდა სიკეთის და ბოროტების რომ არ ეხმია. საკუთარი გამოცდილებით, წარე გამოცდილებით მიიღო მან ეს ცოდნა. და პირველი რაც დაინახეს, დიდებით ვიდრე იყვნენ დაფარული საკუთარ სიშიშვლეს არ ხედავდნენ და ვერ ხედავდნენ, როგორც კი ცოდვით დაეცენ, ეს სირცხვილი დაინახეს ერთმანეთში. და როდესაც 60-დან იყვნენ გამოძიებული, გულის თქმა გაუჩნდათ.
მათმა სიშიშვლემ შვა გულის თქმა სიბილწისა. და არ არის შემთხვევითი, რომ პირველი შვილი აბელი კი არ იყო მათი, არამედ კაენი. მართალია ევამ მადლობა შესწირა ღმერთს, რომ შვილი მისცა, როგორც ნუგეში, მაგრამ ეს ნუგეში აღმოჩნდა ძალზედ ხანმოკლე. კაენმა მოკლა ადამ და ევას მეორე შვილი აბელი. ეს გააკეთა შვილის გამო. საერთოდ ერთხელ როგორც ნათქვამია, კაცს რო ფეხი დაუსწრება, სულ ქვევით და ქვევით მიექანება უსტულისკენ. ერთი ცოდვა იწვევს მეორე მესამეს და საბოლოოდ ადამიანი იხჩება ცოდვის ჭაობში და ისე გვარდება ადამიანი, რომ უკვე სიამოვნებასაც კი გრძნობს ამ უკეთურებისაგან, რომელშიც ის არის, რომელიც თავისთავად არის საძაგელი. და არა მარტო გაფრთხილებას არ გულისხმობ, ყველა დანარჩენ ცოდვას პირველ ყოვლისა რა უმთავრეს ნებას და უმძიმეს სოდვებს. სიკეთისა და ბოროტების შეცდომის დღედ იგი სულაც არ იწოდა იმის გამო, რომ მისგან მიუხედავად აკრძალვისა იგებეს. პირიქით, თუ კი პირველშობილი მორჩილნიც კი აღმოჩნდებოდნენ და აკრძალვის თანახმად სიკეთისა და ბოროტების შეცდომისგან არ იხმებდნენ, მაშინ ამ შემთხვევაშიც კი რა თქმა უნდა მისი სახელწოდება სწორედ იმაზე იღაღადებდა, თუ რა დაემართებოდა, თუ კი მისგან იღებდა. ანუ ეს იყო წინასწარმეტყველება. არა მარტო ჯვარი პატიოსანზე, მალზე ჯვარცმულზე ყო რაც აღასრულა, არამედ იმაზე, თუ რა დაემართებოდათ ადამ და ევას. ამიტომ თქვა ყოვლადწმიდა საება ჭობს ურთიერთშორის სამი პირი ღვთაებისა და ეხა ადამი იქნა ვითაც ერთი ჩვენთაგანი გამრჩეველი სიკეთისა და ბოროტებისა. ანუ სრულიად უნებო, უბოროტო და აი როგორ თქვა ადამიანური აზრით სრულიად გულუბრყვილოდ იყვნენ ადამ და ევა ცოდვით დაცემამდე. შემდეგ ძალიან ხშირად სვავდნენ და მათ შორის წმინდა მამები კითხვას, რომ სად იყო 64, ან იყო თუ არა ფიზიკურად თუ არსებობდა. მამათა ნაწილი ამბობდნენ ასავლით, რომ ეს იყო დედამიწაზე და ამ ადგილად მიანიშნებენ მესოპოტამიას. სხვები ფიქრობენ, რომ ღვთივსულიერად არის ეს ნათქვამი და პირდაპირ გაგებით ეს არ უნდა გავიგოთ. აი რა არის ნათქვამი იოანე დამასკელთან. ყველაფრის ნაყოფი გეჭმება ამ ბაღში. უთხრა პირველ ადამიანს უფალმა ღმერთმა. ფიქრობ ამბობს იოანე დამასკელი, მას უნდა თქვას უფალს, ყოველი ქმნილებით აღმოვე ჩემთან შემოქმედთან. ესე იგი ამ ღვთაებრივი აზრების განჭვრეტი ნაყოფით სხვადასხვა ხეების ამოვე ჩემთან, ყოველი მათგანიდან შეკრიბე ერთი ნაყოფი. რა არის ეს ერთი ნაყოფი? მე ეუბნება ღმერთი. ჭეშმარიტი ცხოვრება. დე ყველაფერმა მოგიტანო შენ ნაყოფი. კერძო ცხოვრება, ცხონება. ძველ ქართულად ცხოვრება ცხონებასაც ნიშნავს. და ჩემთან ურთიერთობა შენი არსებობის საფუძვლად დადე. რამე თუ ამგვარად იქნები შენ უგდავი. აი ჩვენი უგდავების საიდუმლოა. ღმერთთან ყოფნა. თუ ღმერთთან ვიქნებით, სიკვდილით არასდროს მოვკვდებით. ნახეთ უფალმა რა უთხრა სამარიტელ დედაკაცს, რომელსაც ჯერ წყარის თხოვა და მერე აღუთქვა, რომ მისცემდა წყალს, რომელიც და აღარასდროს მოწყურდებოდა. სული წმინდაზე ეძრახებოდა. ანუ სული წმინდა, აი ზღაპრებილში ფაბულა რო არის ესე რომ უკვდავების წყლის მოსაძიებლად წავიდა უცხო ქვეყანა და სხვა. სული წმინდა არის სახეთ აღებული, თქვენ რომ იცოდეთ. სული წმინდა არის წყარო უკვდავებისა. მე გასმევ ამ წყალს ამბობს უფალი, თვითონ ჩვენთაგანს მომართავს და აღარასოდეს მოგწყურდება. და ვერ მიხვდაო იოანესაგან სახარებაშია ნათქვამი, რომ სული წმინდაზე ეძრახებოდა, ესაუბრებოდა მას. ხოლო სული წმინდა რომ მოგვეპოვებინა დავკარგეთ რა დიდება 64-ში ურჩობით, ამიტომ საჭირო იყო ზეღვთისა გარდამოსულიყო ზესიდან დედამიწაზე მიიღო კაცობრივი ბუნება, ყოველივე მათ შორის სისუსტეები გარდაცოდვისა და ყოველივე ის მოემოქმედა, რაც მოიმოქმედა ჩვენისა ცხოვრებისა. უკანასკნელი დამამცირებელი სიკვდილით შორის ავაზარდა მოგვიბოძა მან და მოგვიპოვა საუკუნო ცხოვრება. ამიტომ სულთმოფენობა მას უკავშირდება, აითვლება მისი დღესასწაულის და გარდამოსვლის დღე ქრისტეს ნებიდან და მისი აღდგომიდან. მისი მხსნელი ნებების გამოისებით ზეციურმა მამამ თავისი სული, ანუ სული წმინდა მოგვანიჭა ჩვენ.
ეხლა რაც შეეხება ცხოვრების დღეს. აი როგორ გრძელობს ივანე დამასკელი. ზოგიერთები გრძნობის მიერად წარმოიდგენენ სამოთხე სვანი სულიერად. მე ვგონებ, რომ რამდენადაც ადამიანი შექმნილი იყო ერთდროულად ხორციელ და სულიერ არსებად, ასევე მისი უწმინდესი ხვედრიც იყო გრძნობის მიერიც და სულიერიც. ესე იგი, სულიად დასაშვებია, რომ დედამიწაზე იყო, გნებავს მესოპოტამიაში, შუა მდინარეთში, ამას ასაბუთებენ ესა თუ ის მამები, რატომ სწორედ ამ ადგილას და ასევე სულიერათაც მოიაზრება ცხოვრებისკენ და ადამიანის სულიერი არსებობა. მაშასე, რამე თუ სხეულით ადამიანი, როგორც ვთქვით, ბინადრობდა უღვთაებრივეს და უშვენიერეს ადგილას, ედენბაღის სამოთხეში კერძოდ. სულით კი შეუდარებლად, უფრო მაღალსა და შეუდარებლად, უფრო მშვენიერ ადგილას ცხოვრობდა. სად? რაღაც შეიძლება იყოს უშვენიერესი ამაზე, ედენბაღის სამოთხეზე. ქონდა რა საცხოვრისად, მასში დავანებული ღმერთი და შემოსილი იყო მით, როგორც ნათელი კვართი. აი რა არის უფრო უმაღლესი ნეტარება ადამიანისთვის. აი როგორც უფალმა ერთ-ერთი ქადაგების შანსი მოგმართა და გვასწავა. მე თქვენში, თქვენ ჩემში. ანუ ეს ნიშნავს, ადამიანი უნდა განიღმრთოს და განიღმრთობა მაგლით ოდენ და ამით მოიპოვებს მარადიულ სიცოცხლეს, ანუ უბრალებას, ნეტარებას და ყველა მიყო სიკეთეს. დაფარული იყო იგი ღვთისმადლით, დამტკბარი, რომელიღაც ახალი ანგელოზის მსგავსად, მხოლოდ მისი უტყბესი ჭვრეტის ნაყოფით და მისი საზრდოებელი. და ეს სამართლიანად იწოდება ხეთ ცხოვრებისა, რამე თუ ღვთაებრივი ზიარების სიტყვება სიცოცხლეს ანიჭებს მას, ვინც ამის ღირსი შექმნილა, სიცოცხლეს, რომელიც სიკვდილით არ წყდება, ამბობს ივანე დამასკელი. მას მოვედით საყვარელო ჩვენს გვიძევს რა ჩინებული ასპარეზით დიდ მარხვისა. ხელი მივყოთ მარხვას და ეს მარხვა ყველაზე მკაცრი და წმინდა, ადრეც მithქვამს და გავიმეორებ, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, თუ ადამიანი სარწმუნოებით შეინახავს და წმინდად ამ მარხვას მთელი წლის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები მიეტევება. ანუ ცოდვათა მიტევების მადლიც აქვს. მაგრამ არა მხოლოდ უნდა ვიმარხულოთ. მრავალი სიკეთე უნდა მოვიმოქმედოთ. მოწყალება, აი მაგალითად დიდ ჟულის კანონში ნათქვამია, როდესაც მარხვა მოგიახლება და ნამეტნავი დარჩა სახსნილო საჭმელი, ადექი და ღადაგებს დაურიგე. ესე იგი, მარხვას დაურთოთ მოწყალებაც. თავად გლახაკებს არ ევალებათ მარხვა, თუ მათ არ აქვს საზრდელი, არც სამარხო, არც სახსნილო. ღმერთი მათ ამას არ მოკითხავს. ისე როგორც მძიმე ავადმყოფებს არ მოკითხავს ღმერთი და მისი ეკლესია მარხვას. ამიტომ ვაძლევთ შეღავათებს, თქვათ ადამიანს აქვს სიმსივნე, ჩიყვის დაავადება, გულის მანკი, როგორ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანებით ამარხულო ავადმყოფი ადამიანი. მარხვის დანიშნულება არის ადამიანში დააცხროს მისთვის შეუფერებელი ვნებები. რაც შეეხება ავადმყოფობას, მამათა სწავლებით, ეს უმჯობესი საშუალება. მძიმე ავადმყოფობის დროს ადამიანში უფრო ადვილად იღვიძებს გულის შემოსვლით და სულის შემოსვლით. ზოგიერთი მათგანი საერთოდ პირველად ფიქრდება, რომ თურმე მოკვდავია, რომ არსებობს ეს, რომ რეალურია სავსებით სიკვდილი და მას წამის ყოფაში აგონდება თავისი წარსული. მე ეწევა გლოვას სინაროს. აქედან გამომდინარე, მე როგორც ქრისტიანთა მღვდელი ქრისტიანებს გეკითხებით, არის თუ არა ბოროტება ავადმყოფობა? არა. ავადმყოფობას წმინდა მამები ღვთისაგან მონახულებას უწოდებენ. რამდენად დიდი სათქმება. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ითხოვდე ავადმყოფობას, თუ არა გაქვს ამდენი სულიერება, რომ დაითმინო და დაიტიო, მაგრამ თუ გეწვია, იცოდე, რომ ღვთისნების გარეშე სიუარ აქვს ამ ქვეყანაზე. ეს ღმერთმა დაუშვა. ამიტომ მადლობით უნდა დაუხაროთ თავი და ევედროფალ სოდვათა მოტევას, რომელნიც უდიდეს უმეტეს შემთხვევაში არიან მიწეზე სწორედ ავადმყოფობების ფათერაკების და განსასწრების. რატომ ვამბობ უმეტეს შემთხვევაში არის გამონაკლისების, მაგალითად ღვთივდიდებული პავლე, კაცი მართალი და წმინდა, ღვთის მიშვებით იყო უმძიმესად დაავადებული. ისეთი საშინელი კრუნჩხვები ებართებოდა, მიწაზე ვარდებოდა და ძალა ელეოდა. ადამიანს, რომლის ოფლიც კი კურნავდა, ნერწყვი კურნავდა, ჩრილი კურნავდა, სამოსელი, ოფლი კურნავდა.
და თავადაც არ იცოდა რატო ქონდა ეს საშინელი დაავადება. და გაკადნიერდა ლოცვაში და ღმერთს თხოვა რომ სატანის ეს ანგელოზი რომელიც ამავად ყოფილას იწვევდა მისგან გაეყვანა. სამგზის თხოვა და მესამე თუფალმა ზეცით გამო განუმარტა. და დექიო პავლე მე ჩემს ძალას, ღვთიურ ძალას უძლურებასა შინა აღვასრულებ. გარდა მაგისა, როგორც ჩამოგითვალეთ, ოფლი რა არის და ჭრილი ისიც კი კურნავდა და ერთგვარ ხილში რომ არ ჩავარდნილიყო და აი ამაღლებინა თავი, მოუვლინა სატანის ანგელოზი და პავლეც ამოს მე თიხა და მწვერი ტვერი პავლე კი არ არის, ან თუ ქადაგებელი, ან მკურნალია და შევწე და מחარებელი, არამედ სული ღვთის, რომელიც უხვად იყო მასში დავანებული. ამიტომ დიდება, პატივი, თაყვანისცემა ყველა ამ შემთხვევაში შვენის მხოლოდ მამას, ზეს და სულიწმენს ნამდვილ მიზეს ამ სიკეთეებისა. ისე რომ ცისქვეშეთში ვიდრე ცოცხლები ვართ, კარგი გვემართება თუ ცუდი გვემართება, ჩვენი შეფარდებით, პირობითად კარგი და ცუდი, ყველაფერი ეს არის ღვთისაგან დაშვებული. ნუ კარგი რატო, მაგალითად სიხარული მოვიდა რატო? ნუ გეშინისემა ადამიანისთვის ეს. იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანის სულ 8 წლში განსაცდელების შრომაში და ტირილში იყოს და გლოვაში. მისი არსება არის ძალიან ფაქიზი. ამიტომ დროდადრო ღმერთი ნუ გეშინისემასაც გვაძლევს, რომ ძალები მოვიკრიბოთ და განვარდოთ ზეციური სასუფევლისკენ. როგორც ბასილი დიდი ამბობს, მარხვა და თვითრჩულობა დაგვაკარგინა 64. მას მოვედით, ვიმარხულოთ, შევინალოთ, ვიქმოდეთ სიკეთეს, რაითად დაუბრუნდეთ ზეციურ დაკარგულ სამშობლოს, რომელსაც შინა და ქვეყანას ამაზე და შვენის ყოველგვარი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასა და ძესა და სულ საწმიდასა აზდაუკუნისამდე. ამენ. ხვალიდან იწყება რა დიდმარხვა, რასაც გილოცავთ. თქვენიც თუ განსაკუთრებული ტიპიკონი აქვს დიდმარხვას განსხვავებით თუნდაც სხვა მარხვებისაგან. პირველ კვირაში ეკუთვნის დილას საღამოთი ლოცვებს სახურებანი, რამდენადაც უკვე ბნელი იკლებს და ნათელი ბატულობს, გაზაფხული ახლოვდება. გარდა მაგისა ეს მსახურებები ძალზე ვრცელია მოცულობით. დილის 10 საათის ნაცვლად ხვალიდან სახურება დაიწყება დილის 9 საათზე. წუხრის ლოცვა ჩვეულებისა 3 საათისთვის იქნება. დღეს წუხრის ლოცვა ჩატარდება ჩვეულ დროს, სადაც ეგრეთ წოდებული შენდობის წესი აღესრულება, ამადაც ამ კვირას გარდა ყველაფრისა ეწოდება მიტევების კვირიაკე. ვისადგან საშუალება დარჩით და თქვენც აიღეთ შენდობა. ესე იგი, ურთიერთშენდობა დაუნდოთ და სინანული საძირკვლად ამ მარხვას, რომ წარმატებული იყოს ეს მარხვა. თუ სადაც მიგიწვდებათ ხმა თუ სხვა, შენდობა ითხოვეთ, არაფარისებურად, რა თქმა უნდა. ასეც მინახავს, რომ შენდობაზე იღებენ თქვა რძალი დედამთილისგან და ერთი წუთის შემდეგ იგივე მეორდება. ჩვენ ამ შენდობაზე არ ვლაპარაკობთ. გულითადი შენდობა, ბოლოს და ბოლოს უფალი გასაგებ. მიუტევე, რათა მოგეტევნეს. ასე იგი, მამა გიორგი და ივანე მორიგეობით იმსახურებენ დილას საღამოთი. გარდა მაგისა, შუადღისას პირველი 5 დღე 5 შაბათის ჩათვლით იქნება სერობის მსახურება, სადაც ჩართული არის ანდრია კრიტელის სინანულის კანონი, სასურველია, ვინც შეძლოს, ყველა ამოვიდეს აქ. ეხლა აქ დაიწყებენ ხოლმე წოწოლს, რომ სამსახური მაქვს, ეს მაქვს, ის მაქვს და როცა ამავოებაზე შირდებათ, ძალიანაც კარგად აცდენენ ან ინთავისუფლებენ თავს ამავოებისთვის. ხო და ეხლა ერთხელ ამენაირად იქნებ შეგეშალოთ და საჭიროებისთვის გაენთავისუფლოთ და ამოხვიდეთ ლოცვაზე. მე აი ბრეულში არის ჩვეულება ამ ანდრე კრიტელის კანონზე მეც ვიქნები. შემდეგ შაბათს 4 შაბათ პარასკევს პირველ შეწყვლის წირვა იქნება. კოლიო იკურთხება პირველი კვირის ბოლოს პარასკევის სახურების შემდეგ. პირველ შეწყვილი ლიტურგიისა. შაბათ კვირას იქნება ფერადი ლიტურგიები, ასე ვთქვათ. შაბათობით იქნება ივანე ოქროპირის წირვა, კვირას ბასილი დიდის წირვა. ხო და ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ. სასურველია,
მარხვის ყვალობაზე რა განიწმინდებით, ხშირად მიიღოთ ზიარება. ყოველ შემთხვევაში პირველ კვირაში 4 დღე გაქვთ საშუალება საამისოდ. ამას გარდა მრევლის ზოგიერთ ნაწილს ძველსაც ახალს აქვს ჩვეულება, რომ წირვა ლოცვაზე ანთებენ სანთლებს და დგანან. არ შეიძლება. თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, როდის ინთება სანთელი და როდის არ ინთება. ამიტომ მიხედეთ მღვდლებს და თუ საჭიროა ბოლოს და ბოლოს ჩვენ გაგაფრთხილებთ მაგას. უაზრობთ ესე დანთებული ნუ გიჭირათ ყველა ცვრით იატაკს. არც მეტი არც ნაკლები. და გარდა მაგისა სახურების სიმბოლიზმსაც არ ღვევთ. არაერთხელ გამომიგზავნია ნათეები და შენიშვნა მომიცია, რომ უადგილო ადგილას ნუანთებ სანთლებს. გარდა მაგისა დიდ მარხვაში ჩატარდება თუ მშვიდობით ვიქენით ზეთის კურთხევის საიდუმლო რა დროსაც უნებლიეთ აღსარებაში დავიწყებული ცოდვები მოგვეტევება. ჩვენ როგორც მახსოვს დიდ მარხვის მესამე შვიდეულში ხუთშაბათს ვატარებთ ხოლმე, ყოველ შემთხვევაში შაბათ-კვირეებში გამოგიცხადეთ შევთანხმდებით მღვდლები და გამოგიცხადებთ როდის იქნება ზეთის კურთხევის საიდუმლო. თქვათ მოხდა ისე ვერ მოხდეთ, თქვათ დედათა წესის გამო და სხვა, შეგიძლიათ სხვა ტაძრებში მიიღოთ მონაწილეობა. აი ეს არის ის სიტყვაც დღეს თქვენთვის მინდოდა.